თუ თემურის გაძევება მოხდა, ის თავის მოჭრა იქნება ხელისუფლების და ჩვენი ხალხის. მესმის რომ ყველას ეშინია. ძალიან კარგად მესმის. მაგრამ ასეც არ შეიძლება ეს გზა არსად მიგვიყვანს. თუ არ დავიცავით, თუ გვერდში არ დაუდექით, თუ არ დავტოვეთ საქართველოში და დაგვეკარგება ეს ადამიანი. ასეთი გულანთებული მამული შვილები 100 წელიწადში ერთხელ დებადებიან. თემური გავიცანი დაახლოებით 5 თუ 6 წლის წინ. ანუ საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს თქვენობით მივმართავდით. გავიცანით იმ ნიადაგზე, რომ მე თურქულს ვსწავლობდი და ამისთვის გამოვიწერე ის გვერდი Facebook-ზე, რომელსაც თვითონ მართავდა. გვერდი, რომელიც თავიდან იყო შექმნილი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის, მე მაწყობდა ქართულით რომ ვიცი და თურქულს სწავლობდი. ასე დავახლოვდით, შემდგომში დავმეგობრდით. ეს არის იდეა, რომელსაც ემსახურება. ეს ადამიანი არის რაინდი, ან ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია. რატომ იქცევა ასე? ამ ადამიანს თავისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია. ყოველთვის ზრუნავს აი ქართული სულისკვეთების შენარჩუნების იდეას. იქ სადაც ისტორიული დიასპორა არსებობს, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ფერეიდანში, აი ჰერეთში. ყველგან სადაც თუ ქართველები ცხოვრობენ, ვისაც ავიწყდებათ ქართული ენა და ტრადიცია, ყველაზე ზრუნავს თემური. და ეს იდეა აძლიერებს და ამ იდეისთვის შიმშილობს კიდეც, რომ თავისი სიმართლე რო დაამტკიცოს და სხვა ხერხი არა აქ არ გააჩნია ამ ადამიანს. თურმე დაკავების ოკმში წერია, რომ ეს არის ამას თემურს არ გააჩნია ბათუმში საცხოვრებელი, არ გააჩნია შემოსავალი, არ გააჩნია სამუშაო ადგილი, შემოსავლის წყარო არ ყავს, ნათესავები არ ყავს, ოჯახი. ანუ ადამიანი გახადეს რაღაცა ისა უპატრონო. ეს და ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი საბუთი არსებობს, რომელიც გაუგზავნე მის ადვოკატს და არც ამას ითვალისწინებს სასამართლო. და მართლა ერთადერთი იარაღი არის შიმშილობა. მაგრამ როდემდე აპირებს შიმშილობას, ეს არ უთქვამს, ჯერ არ უწყვეტ შიმშილობას, ასე თქვა. დღესაც იგივე ამბობს, გადასხმებზეც უარს აცხადებს. არ ვიცი სანამდე ვერ გეტყვით ვერაფერს. ნაცნობები მომართავენ, მეუბნებიან იქნებ რამენაირად დაითანხმო, რომ შეწყვიტოს. მე არ დამიჯერებს ეს ვიცი უბრალოდ და მეც ვერ ვეტყვი. ეს არ არის ის ადამიანი, რომ ვიღაცის ნათქვამით რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ და მიზანი არის, რომ დაამცირონ უბრალოდ, აი რაღაცნაირად რომ სხვა იმ ადამიანების თვალებში, ვინც თემურს არ იცნობს, რომ დაამცირონ უბრალოდ, რომ ვიღაცა ჩამოსული არის თურქეთიდან და რა უნდა ის თვითონაც არ იცის. რაღაცა ასე ამ კუთხით აჩვენონ საზოგადოებას. მეორე თვითონ თემური არის დარწმუნებული იმაში, რომ ქართული ოცნება შურს იძიებს ასე მაგის უკანონო დაჭერით და თურქეთში გაძევების მცდელობით, იმიტომ რომ 5 წელია უკვე მწვავე დაკრიტიკებს ამ ხელისუფლებას, სასამართლო დავა მიმდინარეობს ჯერ კიდევ და სადაც თუ არის შესაძლებელი, ყველგან მწვავე კრიტიკა ისმის მათი მისამართით. და სხვანაირად რომ ვერ მიუდგნენ სამართლებრივად სასამართლოს გზით. აი 11 იანვარს დრო იხელთეს და მერე უკვე კლანჭებიდან არ უშვებენ. 2019 წელს დაწერა განცხადება. აი მაშინ გავიცანეთ, ახალი გაცნობილი მყავდა და მახსოვს, რომ მიდიოდა თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად. გამოცდები ჩააბარა და მიიღო უმაღლესი ქულები, შესანიშნავად ყველაფერს გაუმკლავდა, მაგრამ დაუსაბუთებლად უარი უთხრეს.
მეორეჯერ შეიტანა განცხადება ის და ჯამში 3ჯერ უთხრეს უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე. ამას ედავება და არა მხოლოდ თემურს. ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ბევრჯერ აქვს ნათქვამი. მხოლოდ ჩემთვის არ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მას უფრო გული შესტკივა იმ ადამიანს სხვა ეთნიკურ ქართველებზე, ვისაც უარსეუბნებიან მოქალაქეობის მინიჭებაზე, მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში არის ეს კანონი. ვინც ქართველობს, ვისაც წინაპრები ქართველები ყავს, ვინც ქართულ ენას ფლობს, იმ ადამიანებს ეკუთვნით კანონის მიხედვით. მაგრამ მასობრივად ეს ხელისუფლება უარსეუბნება ასეთ ადამიანებს. შიში ალბათ ქონდა. ეს ხომ ბუნებრივია, შიში ყველას გვაქვს, ეს სავსებით ნორმალური ადამიანური ემოცია, მაგრამ ის თავის შიშებს არ ანიჭებს არანაირ მნიშვნელობას. როცა უყურებდა ეს ხელისუფლება რას ჩადიოდა, მაშინაც კი უკვე უშვებდა იმ აზრს, რომ ამით დასრულდებოდა. მაგრამ ასე ვერაგულად და ავაზაკურად თუ დააკავებდნენ, ეს ალბათ ვერ წარმოედგინა. მე ესე ვფიქრობ. თქვენ იცნობთ თემურს გარეგნულად, რა თქმა უნდა, დროშით ყველას აქვს ნანახი, ყავს ნანახი. მაგრამ მე მინდა გიამბოთ თემურზე როგორც ძალიან სათნო პიროვნებაზე, სათნო ადამიანზე. მინდა გითხრათ, რომ სადაც ის ცხოვრობს, იმ ეზოებში, რაც თუ მაწანწალა კატა და ძაღლია, ყველა მასთან მიდის. თუ ავად არის, თუ მშიერია, ყველას აპურებს, ყველას ეხმარება. ზაფხულში დადიოდა პარკში, მტრედებს აჭმევდა, როცა მას გადატვირთვა სჭირდებოდა, უბრალოდ სასეირნოთ არა. თან მიქონდა პური და კვებავდა ამ ფრინველებს. ციხეში როცა შევხვდი, მაშინ მითხრა, რომ ამაყი იყო და თქვა, რომ ეს არის დაგვირგვინება მისი 40 წლიანი მოღვაწეობის. იმისა თუ რამდენი გააკეთა ქართული თვითშეგნების შესანარჩუნებლად, მართლა დაუღალავად შრომობდა, ღამღამობით წერდა, თარგმნიდა სტატიებს, აქვეყნებდა და მანამდე არავინ იცნობდა მას. დღეს საქართველოშიც საზოგადოება იცნობს და არა მხოლოდ საქართველოში, თურქეთის საზოგადოებაც გაიცნო ის გაფარ ილმაზი, ის თემურ ქათამაძე, რომელიც სინამდვილეში არის. ამით არის უსაზღრო დამაყი. და შიშს რაც შეეხება, მე მგონი ეს მისი სიამაყე იმ შიშსაც ფარავს. ახლა შეშინებულზე უფრო მეტად გაბრაზებულია. შაბათს შევხვდი, შაბათს მოვინახულე. ვამბობდი და თვითონაც მითხრა, რომ კარგად იყო და მხნედ იყო, მაგრამ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა უკვე მაშინ. ქუთაისში ჩატარებულ სხდომას დაესწრო და იმედგაცრუებული დაბრუნდა იქიდან, გუშინ დამირეკა, მე ვაპირებდი, ხვალ თბილისში ჩატარდება სასამართლო, რომელსაც არ დაესწრება და მე ვაპირებდი აქედან ჩასვლას. გუშინ დამირეკა და მითხრა, რომ არ იყო საჭირო, თვითონ არ დაესწრებოდა, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული სპექტაკლი. სასამართლოს განაჩენი უკვე არსებობს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე და ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ უკვე ვერ ხედავს აზრს სასამართლოზე დასწრების. და მომთავრესი მიზეზიც, რა თქმა უნდა, მისი ძალიან სუსტად ყოფნა. თვითონაც ეს დაასახელა. თუმცა ხმა ისევ ის იყო, რომ არ დამენახა შაბათს და მხოლოდ ხმით ვიფიქრებდი, რომ კარგად არის. სულიერად კარგად არის, მხნედ არის, მაგრამ ბუნებასთან თამაში ძალიან სახიფათოა, მე ვთვლი და რა თქმა უნდა დასუსტებული არის 21 დღე შიმშილოს ადამიანმა. ეს არ არის ხუმრობა. ამ მხარდაჭერას გრძნობს და ძალიან მადლობელია. და ამაყად არის იმიტომ, რომ
ახლა კი არის გისოსებს მიღმა, მაგრამ ყველაზე თავისუფალი ეს არის, როგორც ქალბატონი მზია. ყველაზე თავისუფალი არის დღეს, ისევე თემურიც. იმიტომ რომ ყველაფერზე მაღლა დგანან ესენი. შიშზე, ბუნებრივ მოთხოვნილებებზე მაღლა დადგნენ ეს ადამიანები. ის ყველაფერზე უკვე უარს ამბობს. შესთავაზე, მოითხოვა სასამართლოსგან, რომ თურქეთის მოქალაქეობაზე ვიტყვი უარს და ნატურალიზაციის წესით მომანიჭეთ მოქალაქეობაო. ამაზე წავალო. თურქეთში მისი გაძევების შემთხვევაში მას საფრთხე ემუქრება, მე ეს არ ვიცოდი, სულ 2 კვირის წინ გავიგე. იქ თურმე გადაწყვეტილება მიღებულია მისი დაკავების შესახებ, როგორც კი დაბრუნდება თურქეთში დაკავებული იქნება. რაღაცა ფიქტიური მიზეზია, მაგრამ სანამ გაარკვევენ თურქეთის სახელმწიფო მას განიხილავს როგორც ქართველ სეპარატისტს. სეპარატიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს, ასე ხედავს მის მოღვაწეობას. და იმ ფონზე, რომ ახლა ეთნიკური უმცირესობები აჯანყდნენ თურქეთში, ამის ფონზე ასეთ ლიდერებს იშორებენ. სამწუხაროდ და რეალური საფრთხე ემუქრება თემურს მისი გაძევების შემთხვევაში. ქონდა ასეთი იდეა თბილისში დასახლებულიყო, მაგრამ აი ხო წარმოგიდგენიათ რა ოცნებით გაიზარდა, ხო ბაბუა ბებიარას უყვებოდნენ და იცის რა სოფლიდანაც არიან წასული თურქეთში და იმ სოფელში ნათესავები ყავს. და ჩემი აზრით ეს ადგილები აირჩია იმიტომ რომ ახლოს ყოფილიყო თავის ნათესავებთან. ბოლო ლუკმასაც დაუფიქრებლად გაუზიარებს უცხო ადამიანს. ეს ფული იქნება თუ ტანსაცმელი თუ თავისი დრო და ენერგია და დაუფიქრებლად ეხმარება ადამიანებს და არა მხოლოდ ადამიანებს. დღეს მე მიკვირს რომ ბევრი ის ადამიანი რომელსაც ეხმარებოდა ყოველთვის დღეს არ ჩანან მის გვერდით. სამწუხაროდ ასეა. ეს იცით რომ დაიბადა და გაიზარდა თურქეთში და დამთავრებული აქვს სტამბოლის უნივერსიტეტი, პოლიტექნოლოგიების ფაკულტეტი. არის მთარგმნელი, არის კოორდინატორი, აქ საქართველოში წლების მანძილზე მუშაობდა მსხვილი კომპანიების დირექტორად, კოორდინატორად, კონსულტანტად. ძალიან განვითარებული ადამიანია, ძალიან ნაკითხი, უაღრესად კარგად განათლებული. მაგრამ ამავდროულად ძალიან უბრალო არის და ასკეტური ცხოვრების წესს მიყვება. ხშირად მიყვებოდა თავის სოფელში გატარებულ ბავშვობაზე და ბებიაზე. ბებიას აღმერთებს. ჯინჭარაძის ქალი იყო ბებია მისი და ხანდახან როცა მთხოვდა რაღაცა ქართული კერძის მომზადებას და თუ გამომივიდოდა კარგად და იტყოდა რომ ბებია რომ მიკეთებდა იმ კერძს გავსო, ეს ჩემთვის გასაგები იყო რომ ეს უმაღლესი დონის კომპლიმენტი იყო ჩემთვის. მადლობელი ვარ ჩემი არ ვიცი ეს ბედის წერა თუ რას უნდა უმადლოდე რომ თემური არის ჩემ ცხოვრებაში, იღებს მონაწილეობას როგორც მეგობარი. ძალიან მეხმარება ბევრ რამეში და აქამდე მე მქონდა სულ მისი იმედი, ახლა მას აქვს ჩემი იმედი და ცდილობ რომ რაღაცა წვლილი შევიტანო მის გათავისუფლებაში. იმედი მაქვს რომ აქ დარჩება. და იმედი რომ არ მქონდეს ალბათ გავგიჟდებოდი. ბუნებრივია ძალიან ვნერვიულობ მის მდგომარეობაზე. ახლა მით უმეტეს, როდესაც შიმშილობს და ყველაფერი შეიძლება დაემართოს. მე სამწუხაროდ კარგად ვიცი შიმშილობას, ასე ხანგრძლივ შიმშილობას რა შედეგი მოყვება. და ამ იმედით ვარ, რომ თემური დაგვიბრუნდება, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ საზოგადოებაში, იმ ადგილს, რომელიც მართლა ეკუთვნის, მართლა დაიმსახურა, რომ იყოს საქართველოს მოქალაქე და წინ გაუძღვეს იმ ქართველებს, რომლებიც კარგავენ ქართველობას უკვე.
ეს იყო მისი ნატრა, ნატრად რჩება და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ნატრაც აუსრულდება.